ბიძინა ივანიშვილმა გამოიყენა ღარიბაშვილი იმისთვის, რომ ამომრჩეველი მოეთქვებია, რომ ეხა ბოლომდე კი არ, ანუ ყოფილ ნაცებზე კი არ ვდგავარ მართლა, აგერ ხო ხედავ, ღარიბაშვილიც მყავს, მაგრამ დღეს ეს ღარიბაშვილიც აღარ არის. დღეს ქართული ოცნების ინფრასტრუქტურა, აი პარტიული ინფრასტრუქტურა, სახელისუფლებო ინფრასტრუქტურა, ეს არის 2011 წელს რო ყავდა სააკაშვილის მესამე და მეოთხე და მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე ეშელონის თავისი ხარდამჭერები სახელმწიფო სტრუქტურებში, ხარდამჭერები, თქვათ, ადგილობრივი დეპუტატები, დღეს ეს ხალხია თავარი შემადგენელი ქართული ოცნების ძირითადი ღერძი. ეს ხალხი არის. ანუ 2011 წელს პირობითად ივანიშვილი რო შემოვიდა საქართველოს პოლიტიკაში და მეორე, მესამე, მეოთხე ხარისხის და ეშელონის ნაცები იყვნენ, აი ეს ხალხი დღეს ბიძინა ივანიშვილმა ამოწია და აქცია ქართული ოცნების თავარ დასაყრდენად. დღეს ქართული ოცნება ეს არის ჩვეულებრივად სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის რაღაცას რებრენდინგი, პირდაპირ მნიშვნელობით. ოღონდ განსხვავება ის არის, რომ შედეგობრივი თვალსაზრისით ეხლა რო გაანალიზო და ხელში რა უჭირავს მაგალითად იმ ადამიანს, ვინც წინა რეჟიმს ებრძოდა, სააკაშვილის მაგურად არის ბიძინა ივანიშვილი, დანარჩენი ზუსტად იგივე ხალხი არის. ანუ ის ხალხი არის, ვინც ამ ადამიანებს იჭერდნენ, რომლებიც ეხლა პოლიციის უფროსება დანიშნეს. ეს ადამიანები არიან, რომლებიც პროკურორები იყვნენ, ეს ადამიანები არიან, რომლებიც მოსამართლეები იყვნენ. სასამართლო, პროკურატურა, პოლიცია, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნების შემადგენლობა, ადგილებზე თვითმმართველობებში, მერები, ყველა, აი უმრავლესობა, არავინ აღარ არის ის ადამიანი, ვინც წინა ხელისუფლებას ებრძოდა და ვისაც ებრძოდნენ, აი ზუსტად ის ვინც პორტირდა ქართულ ოცნებაში, ეს ხალხი არის. ბოლო აი ეს მომენტი იყო, რა თქმა უნდა, ეს კარგად გაათამაშა ეს კარტიც, ღარიბაშვილის კარტიც, რომ წინა საარჩევნოდ უთხრა რომ აგერ ეს კაცი წამოვიყვანე პარტიაში და ეს ნაბრძოლი კაცი ეხა იქნება თქვა პარტიის ხელმძღვანელი, ბოლოს ისიც გააგდო.